მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. შეგიძლიათ ასევე გვიყუროთ Facebook-ზე, პალიტრა ნიუსის გვერდზე და ასე YouTube-ზე, პალიტრა ნიუსის არხზე. როგორც იცით, დღეს 3 წელი გავიდა შოვის ტრაგედიიდან, სტიქიური უბერდურება საქართველოში ონის მუნიციპალიტეტში 2023 წლის 3 აგვისტოს მოხდა. 16 საათზე კურორტ შოვის ტერიტორიაზე ჩამოწვა გლაციალური ღვარცოფი, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიას 32 ადამიანი ემსხვერპლა, შემდეგ მოგვიანებით უკვე სამაშველო სამუშაოების დროს ერთი სამხედრო პირიც დაიღუპა. დღეს ჩვენ გავიხსენებთ შოვის ტრაგედიას, ვისაუბრებთ მიზეზებზე და იმაზე თუ რა უნდა მოხდეს მომავალში, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს. ჩვენი სტუმრები იქნებიან ნინო ჩხობაძე, ორგანიზაცია საქართველოს მწვანეების დედამიწის მეგობრების თავმჯდომარე და მამუკა გვილავა, გარემოს დაცვითი შეფასების ექსპერტი. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და მართლა ძალიან დიდი უბედურება გატრიალდა 3 წლის წინ საქართველოში და მთავარი კითხვა რაც დღემდე გვაწუხებს არის რომ შეიძლებოდა თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება. და რა უნდა გაკეთდეს რომ მომავალში არ გამეორდეს ასეთი რამეები. მოდი პირველი კითხვით დავიწყოთ ხალხო ნინო თქვენთან გადმოვა. კი ბატონო. პირველ რიგში მე სულ მახსენდება ის ძალიან მძიმე დღეები, იმიტომ რომ პირველი ინფორმაცია რო გავიდა, ჯერ პირველად უთხრეს მოსახლეობას, რომ თითქოს მსხვერპლი არ იყო და ყოველ საათში ემატებოდა მსხვერპლი და ჩვენ ვგებულობდით იმას, რაც მოხდა სინამდვილეში. ეხლა სისწრაფე, ისეთ სისწრაფით განვითარდა იქ პროცესები, რომ დაახლოებით მოწყვეტიდან მყინვარის დაახლოებით 8 წუთი გავიდა და 8 წუთში უკვე ყველაფერი დასრულებული იყო. ამ პერიოდში, როცა შეანგაფრთხილების სისტემა გაქვს, ვერც მოასწრებ ევაკუაციას ხალხის და ეს ვიცოდით, რომ მძიმე მდგომარეობა რა არის პრევენციული ნაბიჯი. იქ არ უნდა ყოფილიყო არაფერი. იქ არ უნდა ყოფილიყო ეგეთი ამბავია, რომ გაფრთხილებასაც ვერ მოასწრებ ადამიანების, მაშინ იქ ხო, საერთოდ არ უნდა ყოფილიყო. ზოგადად არ შეიძლება. მე ვარკვევთ, რომ თურმე ბუბას ხეობას კალაპოტი აქვს თავის დროზე შეცვლილი, კოტეჯები ააშენეს და თან ეს ემთხვევა იმ წელიწადს, როცა საკრებულომ დაამტკიცა შოვის განვითარების გეგმა. და იწყებოდა თითქოს მშენებლობა შოუში, როგორც კურორტის განვითარებისა, 13 სართულიანი შენობა უნდა აეშენებიათ და ზუსტად იქ, სადაც მოხდა და განვითარდა ტრაგედია. კიდევ ერთხელ მივხვდით, რომ არ შეიძლება რაღაცა ნაბიჯის გადადგმა, იმიტომ რომ იწყებს ბუნება თავის სიძლიერის გამოხატვას და ჩვენ ვერაფერს ვერ ვახერხებთ, იმიტომ რომ იქ რამდენადაც სპეციალისტები ამბობდნენ, დაახლოებით 5 ტიპის საფრთხე განვითარდა უცებ და პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ესეთი რამ არ მომხდარა კავკასიონზე, რაც იქ განვითარდა. ანუ ჩვენ ეხლა ერთხელ და სამუდამოდ გავიგეთ, რომ ესეთი რამე შეიძლება განვითარდეს კავკასიონზე. ადრეს იყო რამდენიმე ათეული წლის წინ შოუში ესეთი რამ იყო წყალდიდობა, მაგრამ არ ყოფილა ესეთი ტიპის ღვარცოფი, მაგრამ შოვის ტერიტორია არასოდეს არ ყოფილა დასახლებული. ის დასახლებები წამოვიდა უკვე მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ხო, სოფელი არც ახლა იყო იქ. არც ახლა იყო, იქ საკურორტო ზონა იყო მხოლოდ და საკურორტო ზონისთვის არის შეცვლილი კალაპოტი ბუბასი. ანუ ბუბამ თავისი კალაპოტი დაიბრუნა და ზუსტად იქ მოჰყვა, სადაც კოტეჯები წაიღო მთლიანად, ეს იყო კალაპოტში აშენებული. დიახ. უბრალოდ თავის დროზე კომუნისტების პერიოდში ის კოტეჯები იყო აშენებული კალაპოტის ტერიტორიაზე და მდინარემ თავისი დაიბრუნა. ამ შემთხვევაში მაშინვე არასწორად გაკეთდა, ხო? რა თქმა უნდა, არასწორად გაკეთდა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ამბობდნენ, რომ რაღაცა საფრთხე მაინც იყო. მოსახლეობა, ადგილობრივი მოსახლეობა, არავის არ გაუკეთებია შემდეგ ანალიზი, რა მოხდა, რომელი კატეგორია გადარჩა, ვინ შეძლო გადარჩენა, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივი იყო, რომ 10 გლოლელი, რომელიც იქ ვაჭრობდა წყაროსთან, ისინი ყველა გადარჩენ, იმათმა მოახერხეს რეაგირება გააკეთეს თვითონ და გაიქცენ ტყისკენ, ანუ მაღალ ფერდებში იქ
არავინ არ იყო ადგილზე რომ ამ მოსახლეობისთვის ეთქვა რომ სახს ნუ შეაფარებთ თავს, კოტეჯს ნუ შეაფარებთ თავს, ანუ გამოდით კოტეჯიდან. ძალიან ბევრი დაიღუპა, ხიდი წაიღო მდინარე მთლიანად და ფაქტიურად მდინარეზე ბევრმა ვერ გამოაღწია. ანუ ძალიან ბევრი ტრაგედია განვითარდა ერთდროულად და ამის ანალიზი მე რომ მკითხოთ ბოლომდე გაკეთებულიც არ არის. ხო, თქვენ რა სიტყვით რატომ ამ ტრაგედიაზე რაც მოხდა მაშინ? მე ვიტყვი რომ 3 წელი გავიდა უკვე 33 ადამიანი გარდაიცვალა და რაღაცნაირად პატივი უნდა მივაგოთ, ხო? 3 წელი და ჩვენი ქმედებით უნდა მივაგოთ და ალბათ უნდა ნინო მახსენა რომ 22 დეკემბერს 2022 წლის, ანუ ნახევარი წლით ადრე დამტკიცდა სივრცე, უნდა გითხრათ, თუ ძალიან ძნელად მტკიცდება ხოლმე სივრცითი გეგმები, განაშენიანების გეგმა, კურორტ ჩოვირს განვითარების განაშენიანების გეგმა. და ეს გეგმა არის დღესაც ძალაში. რომ შეხედოთ, სად ჩამოვიდა ამდენი მასა, თქვენ ისიც რომ 60 ჰექტარი მოწყდა მყინვარი მთლიანად, ეს გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშია და სადღაც მაგდენივე 39 თუ არ მეშლება ჰექტარი დაფარა და რომ ნახოთ განაშენიანების გეგმა, მისი მთავარი რუკა და რომ შეხედოთ სად დაიდო და ეს სატელიტებია ძალიან კარგად ყველა შეუულია და ეს გეგმაც ნახოს და შევიდეს და რა ვიცი Sentinel-2-ის სურათები ნახონ მაგალითად და ზუსტად ერთ-ერთში ემთხვევა ამაზე არაადეკვატური დაგეგმა, საერთოდ ძნელია ხოლმე გეგმარებითი დოკუმენტების კითხვა. მე არა, ნუ საუბარია რომ არ იცოდნენ, რომ ესეთი რამ მოხდება. არა, რომ ესეთი რამ მოხდებოდა, არავინ არ იცოდა. ნახეთ, კარგით არ ვიცოდით, ხომ? მაგრამ 3 წელი გავიდა, ეს გეგმა არის გასაუქმებელი. იქ განაშენიანება გვაჩვენა ბუნებამ და გავუტონინო, გამოჩნდა ჩვენი წინაპრები, რატო არ აშენებდნენ? იმედია კიდევ არაპირებენ, ხო? გეგმა არ არის გაუქმებული. 3 წელი გავიდა. მე მინდა მივმართო ონის საკრებულოს წევრებს, რომ სასწრაფოდ პატივი მივაგოთ 33 ადამიანის გარდაცვალებაზე. ეს გეგმა, ან თქვათ რომ ძალიან კარგი გეგმაა და ესე უნდა გავაგრძელოთ განვითარება, ან თუ ეს აღარ არის ადეკვატური, ხომ? მესმის იცით ძალიან ძნელია ესე პროგნოზირება რაღაც, მაგრამ მეორე საკითხიც მინდა დავამატო ქალბატონინო, რომ სტრატეგიული გარემოს შეფასება არ ჩაუტარდა. იმიტომ არა რომ ფულის ეკონომია გაკეთა, იმიტომ რომ გარემო ორი კომპანია იყო, ვინც ეს გეგმა მოაბზა და ერთი იყო ურბანისტები, მეორე იყო გარემოს დამცველები, გარემოს საკონსულტაციო კომპანია და მათ უბრალოდ უნდა ეთქვათ თავისი ეს არის გეგმა? ეს არის რომ შეხედოთ აი ეს მწვანე ალაგი რაც არის წითლად და ნარინჯისფრად რასაც ხედავთ ის არის საკურორტო რეკრეაციული ზონა 1 და ზონა 2. ორივე არის მოყოლილი შიგნით. აი მწვანეს რასაც ხედავთ იქ, ლამაზად მწვანედ გამოიყურება, მაგრამ რომ ჩახედავთ 5 სართულიანი, 6 სართულიანი, 4 სართულიანი მეშლება 18 მეტრი წერია მაგალითად SDZ. ეგეთი თურმე აბრევიატურებიც აქვს. ხო, ერთში 16 მეტრი და მეორეში 18 მეტრი შენობები არის დაშვებული. და წარმოიდგინეთ, რამოდენიმე 1000 საწოლი უნდა იყოს. კიდევ უფრო მეტი 4ჯერ მეტი ადამიანი უნდა იყოს იქ განთავსებული. ანუ ისევ აპირებენ, თუ ეს უბრალოდ დარჩა და მიავიწყდათ ეს გეგმა. რას ნიშნავს დავიწყდათ 33 ადამიანი გარდაიცვალა. მე მგონი რომ გეგმა გასაუქმებელია. ერთი რამე არის და სწორია ბატონი მამუკა რასაც ბრძანებს, რომ გეგმა უნდა გაუქმდეს. რატო? იმიტომ რომ ზუსტად 1 წლის თავზე დაიწყეს ლაპარაკი, რომ რატომ აკრძალა სპეციალისტებმა იქ განაშენიანების გაკეთება, იმიტომ რომ დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ იქ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შემდგომი განაშენიანება. დაიწყეს საუბარი, ჩვენ განვითარება გვჭირდება და რატო გძალავთ? ეს ტრაგედიის მერე? ტრაგედიის მერე 1 წელიწადში დაიწყეს საუბარი. ამიტომ ვამბობ, რომ ეს გეგმა ნამდვილად უნდა გაუქმდეს, იმიტომ რომ შეუძლებელი. ანუ რას ფიქრობენ, რომ 100 წელიწადში ერთხელ ხდება ესეთი რამ და 100 წელი კიდე არ მოხდება და 100 წლის მერე უკვე რამდენიმე 1000 შეიძლება დაიღუპოს. იმიტომ რომ თუ მშვენიერი ადგილია, მშვენიერი კურორტი გაშენდება და მშვენიერი მეორე ასე ვთქვათ მყინვარია თბილისსა ჩამოვიდა მთლიანად მახსოვს დიდი დისკუსიები რომ ტაბა ნახეს თუ არა ტაბა კი არა მთელი მყინვარი არის ჩამოსული ეს არის გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნაში პირდაპირ ოღონდ პირველ სტრიქოში კი არ უწერეთ ჩიგნით უნდა მოძებნოთ კარგად და ხო მაგრამ ის ერთ დღეში ვერ დადნებოდა ხო დნებოდა ალბათ დნებოდა ზემოდან არ ჩანს ჩამოსრიალდა მთელი მყინვარი და მეორე მყინვარიც არის ბუბა ხო არ დავიწყდათ ორს გამოვაკლოთ ერთი არის ერთი კიდე ელოდება და დაუშვებელია ყველამ ძალიან კარგად იცის ამიტომ do the right thing ტრამპი რო ამბობს ხოლმე ხო
გეგმა გასაუქმებელია. 33 ადამიანის გარდაცვალება ამაზე საუბრობს, რომ გეგმა მაინც გავაკუქოთ. ხო შეიძლება ქაღალდი გავაუქმოთ, არა? რომ არა, ჩვენ არ ვაპირებთ ამის გამეორებას. ეს იქნება და გარდა ამისა, ვადნომერა სტრატეგიული გარემოძიების შეფასება რომ არ გაკეთდა. მე მესმის რომ პროგნოზირება ძალიან ძნელია, ამის პროგნოზირება ძალიან ძნელია. ამამდე უნდა გაკეთებული. მაგრამ არა, რა თქმა უნდა, დამტკიცებამდე. ის გეგმა ძალაში არ არის რეალურად. თუ სეგეში არ გაკეთდა, გეგმა დამტკიცებული გაკეთებული იყო, რა იტყობდნენ. გარკვეულად რაღაცა საფრთხეებს მაინც დავინახავდით, იმიტომ რომ შიგნით გეგმაში წერია ერთი სიტყვით, ერთი წინადადებაა ზუსტად, რომ ეს მდინარე არის ღვარცოფული და ზონები არის შესასწავლი. ძალიან კარგად მახსოვს ეს გეგმა, რომელშიც ესე ეწერა. ეს არის პრობლემა. ციტატა წამოვიღე, გავიმეორებ. ეხლა ამას რა წერია ამ გეგმაში, რომელიც არის გასაუქმებელი? უბრალოდ მართლა მიუმართლა, იცით თუ ავგარია შოვის განაშენიანების გეგმა. შოვის განაშენიანების გეგმა. ყველა აღნიშნული ერთადერთი აბზაცი წერია ბუნებრივი საფრთხეების თავში. ერთი აბზაცი. და ეს აბზაცი იყო ყველა აღნიშნული საფრთხის შემცველი არეალი არ შემოდის სამომავლო განაშენებების არეალში. ამიტომ მდინარის და სეზონურად აქტიური ხევების გახდეს კონკრეტული ზონირების საფუძველი, ნაპირები და ჭალები მოინიშნება და დაზუსტება, რომ გახდეს კონკრეტული ზონირების საფუძველი. აი ეს წერია ერთი აბზაცი საფრთხეებში, სადაც ჩვენ ვიცით, რომ კარგი, მე მესმის, რომ რა შეიძლება საქმე რომ შეიძლება პროგნოზირება ვერ გავაკეთოთ, როგორ მოიქცევა მყინვარი. მაგრამ სეკეში რომ უნდა გავაკეთოთ ამის პროგნოზირება, ხო შეიძლება ამას რომ კანონი ითხოვს, ერთადერთი ევროპული კანონი გვაქვს გარემოს დაცვის დარგში მიღებული, გარემოს დაცვის შეფასების კოდექსი. მის გარეშე გეგმა დამტკიცებულად არ ითვლება უბრალოდ და შანსიც არ მივეცით შემფასებლებს, რომ შეეფასებინა. ვინმეს რომ ვერ დაენახა, ვიტყოდით რომ იცით რა, რთულია ძალიან და ვერ დაინახეთ გვესმის. მაგრამ თუ დოკუმენტია გასაკეთებელი, რომ შანსი მოგეცეს, რომ დაინახო, ხო? თუმცა პირდაპირ ჩანს მყინვარი იმიდან, შოვიდან, იმ ადგილიდან, საიდანაც იგებია. არა, ეს ბუბას ხეობა, თვითონ ხეობა არის ძალიან რთული და ჩვენ ვიცოდით, რომ რთული ხეობაა. და თავისთავად რომ ამას წყალმოვარდნები ქონდა, მანამდეც ესეც კი დაფიქსირებულია რეალურად დოკუმენტში, რომელიც მე დაიდოს. წყალდობები იყო ხოლმე იქ, მაგრამ არ ყოფილა ესეთი რამ, არ მომხდარა, მაგრამ წინ ამას უსწრებდა, სანამ მოხდებოდა ეს ტრაგედია. უსწრებდა 2 კვირის განმავლობაში ინტენსიური წვიმები. ანუ ეს იყო საფუძველი, უკვე საფრთხის საფუძველი იყო და უნდა მიგვექცია ყურადღება, იმიტომ რომ არსებობს დასკვნები ექსპერტების, რომ ეს წინასწარ უნდა ვიყოთ. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია თქვა, რომ ზუსტად ეს ხეობა ადიდდება. დღესაც კი ბევრი ხეობა ჩვენთან საქართველოში არის ღვარცოფული. შეუძლია გლაციოლოგიურ ღვარცოფსაც განვითარება საკმაოდ სერიოზულად ან კავკასიონზე. ამიტომ არის პრობლემატური ყველა ჩვენი გლობალური დათბობის პირობებში ხომ მყინვარები დნება და კატასტროფული მოვარდნები იცის, საკმაოდ სერიოზული და ჩვენ ვერასოდეს ვერ გავექცევით იმას რა რამდენიმე დღის წინ, მე მგონი 1-2 კვირის წინ მოხდა თელავშიც, ხო? კატასტროფა უყურებდით, რომ ღვარცოფი ჩამოწვა და რეალურად, ანუ მართლა ყველა მდინარე ესეთ მდგომარეობაში, ამიტომ როცა ვიმშვიდებთ თავს, რომ რაღაცა კარგად იქნება, რატო არის ეს პროცედურები აუცილებელი, რომ სტრატეგიული გარემოს ზემოქმედების შეფასება, გარემოს ზემოქმედების შეფასება რეალურად უნდა დავინახოთ, სად შეიძლება, სად არ შეიძლება. ხო არ შეიძლება კალაპოტში ვაშენოთ რაღაცეები. ეხლა კიდევ ერთხელ დადასტურდა იმისა, რომ კალაპოტში არ შეიძლება. იგივე იყო ვერის ხეობაში, თუ კალაპოტში არ შეიძლებოდა გზის მშენებლობა. ანუ შენ რაღაცა ვაგრძელებთ, ხო? ვაგრძელებთ, თელი უბედურება მაგაშია, რომ ვაგრძელებთ. სხვა შორის ყავს სპეციალისტები და ექსპერტები. გარემოს ეროვნულ სააგენტოს ყავს საკმარისი დონის ექსპერტები, მის გარეთაც არიან უცხოელი კოლეგები ყავს შვეიცარიიდან მაგალითად, კვლევები მიმდინარეობს კიდევაც, მაგრამ არ ქვეყნდება ეს კვლევები. იმიტომ კი არა, რომ ვინც შეასრულა მათ არ უნდათ. უბრალოდ ესეთი არის პოლიტიკა, რატომღაც რომ არა ეს დოკუმენტები ვერ გავიგე, უფრო უარესი რა უნდა დაგვემართოს 33 ადამიანი და ამ დოკუმენტების გამოქვეყნებით 33 ადამიანი არ დაიღო პირიქით, შეიძლება გავფრთხილდეთ, ხო?
და ტრანსპარენტულობა აუცილებლად. მე ვიცი რომ ეს გარემოს ეროვნული სააგენტოს ბრალი არ არის, ეთქობა ქვეყნის პოლიტიკა ეგეთი. თუ მათი ბრალია და უნდა შეცვალონ ეს პოლიტიკა, ხო, მიმართონ ხელისუფლების მაღალ ეშელონებს და უთხრათ რომ საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული. ანუ რას არ აქვეყნებენ ვერ მოხდა. დოკუმენტებს რომელიც შეიქმნა საფრთხეებთან დაკავშირებით, და ხალხს არ ეუბნებიან სად არის საფრთხე? სად არის არა ვიცით დაახლოებით რომ 47 მუნიციპალიტეტში ჩვენ გვაქვს საფრთხე, რომ 111 თემში არის საფრთხე. საფრთხე 7 საფრთხიდან ერთ-ერთი შეიძლება განვითარდეს. ეს უკვე ვიცით. ეს არის ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი უბნები. იქ ხალხი ცხოვრობს. იქ ხალხი ცხოვრობს. ცხადია, თემებს იმიტომ ლაპარაკობ, მაგრამ ეს დოკუმენტაცია ბოლომდე გამოქვეყნებული არ არის და როგორც ხვდები, ერთი მიზნის გამო არ არის გამოქვეყნებული, ჩემი ვარაუდია ამ შემთხვევაში ის რომ გამოქვეყნდეს, იქ მშენებლობები ცოტა სხვა სტანდარტით უნდა განხორციელდეს. ან არ განხორციელდეს საერთოდ. ამიტომ არის ეს პრობლემა. ვიღაცას გონია, რომ ეკონომიკურ განვითარებას უშლით ხელს, კი არ უშლით. პირიქით, რას ვაძლევთ ჩვენ საბოლოო ჯამში? თუნდაც იგივე ბიზნესმენს, რომელიც აშენებს იქ არა, სადაც უნდა ააშენოს, არამედ სხვა ადგილას, რომელიც ერთგვარად დღეს შეიძლება დაიტბოროს. ხო, ეს უკვე რისკია. ხო, წარმოიდგინეთ, როგორ რაღაცაზე არის საუბარი, მე ხა სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ამ ტრაგედიამ რა გვაჩვენა შოუში, რომ ოდნავ ზევით რო ყოფილიყო კოტე. ანუ იქ არის საუბარი, რომ სადღაც სხვა ქალაქში ყოფილიყო, სხვა რეგიონში, ოდნავ ზემოთ რო ყოფილიყო, რამდენიმე მეტრით ხალხი გადარჩებოდა. ჩვენ გარემოს ამაზეა ლაპარაკი. და არა იმაზე, რომ იქ საერთოდ არ უნდა გაკეთდეს. გარემოს დამცველები ვარ და ვიტყოდით, რომ კი ბატონო, ცოტა დღე გაჩეხეთ, ოღონდ ხალხი მოარიდეთ ამ საფრთხეს. ანუ ეს ისე არ არის, რომ ვიღაცა იცი რა, იქაც არა გვიშვებენ, მაგრამ მე ეჭვი მაქვს, რომ დღეს იმიტომ არ აუქმებენ ამ გეგმას, რომ ეს გეგმები ვიღაცების აზრში ტრიალებს. შენებლების მაგალითად, სხვა შორის დამგეგმარებლებენ, მე მინდა რომ მათ მიმართო, იცი, ურბანისტებს, ჯერჯერობით ეს არ არის ურბანული არეალი, ურბანისტები რატო ქვია, ვიც ამას გეგმავს რა, მაგრამ იცით რა, თან შენებლობასთან ითამაშოთ და თან დაგეგმასთან ითამაშოთ. ინტერესების კონფლიქტია, გაყავით ეს ორი რაღაცა. იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი არქიტექტორი, რომელიც ეგეთ დაგეგმაში მონაწილეობს, შემდეგ მონაწილეობს პროექტირებაში. და რაღაცა ან ერთზე უნდა თქვა, უარი, ან მეორე, ან ერთ ფულზე უნდა თქვა, უარი, ან მეორე, ორივე ერთდროულად არ არის ეთიკური და მე მინდა რომ ამ ეთიკურ დილემას დაუკვირდე და კიდე მინდა მოუწოდო, რომ სტრატეგიული გარემოს დაცვის შეფასება კი არ გიშლით ხელს. გეხმარება, წარმოგიდგენთ ახლა რომ გაეშენებინათ რაღაცეები, რამხელა ზარალს მივიღებდით, გარდა იმისა, რომ ხალხი დავკარგეთ, რამდენ საკუთრებას დავკარგავდით. თვითონ დაკარგავდით, ხო, ჩვენ მეტი ადამიანი ზაგვეღუპებოდა. რამდენი ადამიანი შოუის განაშენიანება რომ მოსწრებულიყო, უფრო მეტი ადამიანი დაგუპებოდა მთლიანად. ხო, ახლა ბიზნეს არ ვჩვევი კიდევ. ხო, მაგრამ ანუ ადამიანი 33-ზე კაცელებს მეტია. ესეც დანაკარგია, ესეც დიდი დანაკარგია. გვინდა ტურისტული ქვეყანა ვიყოთ, გვინდა რომ უსაფრთხო ვიყოთ, გვინდა რომ ჩვენი ტურისტები უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს, იქ უნდა ვაკეთოთ, სადაც შეიძლება და სადაც არ შეიძლება, არ უნდა ვაკეთოთ. და იმიტომ კი არა რომ ჩვენი ახირებაა გარემოს დამცველების, რომ არ უნდა ვაკეთოთ. პირიქით, იმიტომ რომ ის ხალხი იყოს დაცული, ვინც იქ წავა. რატო უნდა იყოს ისეთი, რატო უნდა გეშინოდეს ნებისმიერი წყალდიდობის ან ნებისმიერი ძლიერი წვიმის, რომ არიქა ეხლა შეიძლება ჩამოვიდეს მთა. რატო უნდა ჩამოვიდეს მთა, თუ შენ სწორად გეგმავ რაღაცას. აი, ეს არის ერთადერთი დილემა, რომელიც ჩვენ გვჭირდება და ამდენი ტრაგედიების მერე ზუსტად ერთ თვეში გამეორდა ძალიან სერიოზული წყალდიდობა იყო გურიაში, 4 კაცი დაგვეღუპა. ზუსტად ერთი თვე გავიდა და დაახლოებით და ნერგიეთში მთელი ოჯახი წაიღო მეწყერმა მთლიანად და ეს არ გაჩერებულა ეს პროცესები გრძელდება საქართველოში და ყველა დასკვნა მეტყველებს იმაზე, რომ ეს უფრო მეტად გააქტიურდება ზოგადად და იმიტომ კი არა რომ ჩვენ გვინდა რომ გააქტიურდეს, იმიტომ რომ ესეთი მოცემულობა გვაქვს დღეს კლიმატთან მიმართებაში. ხო, აი ეს არის მოსალოდნელი ამაზე რომ ვისაუბროთ და საფრთხის ზონები რო ვთქვით, რომელია ყველაზე ისე საშიში ადგილები? ყველა საშიშია. დაახლოებით რო ვთქვა. სხვათა შორის რო არ ჩაითვალოს, რომ ჩვენ რაღაცას ვითხოვთ ისეც, რომ აი გვინდა რაღაცა ისეთ, რა თქმა უნდა, გადაუდებელი ამოცანა არის გეგმა გაუქმო, რომ თქვა პოლიტიკური ნება გამოჩნდეს, რომ ისიც რა ჩვენ აქ სიფრთხილეს
დავიცავთ მომავალშიც, ამიტომ ამ გეგმას ვაუქმებთ. ეს მარტივი გასაკეთებელია, ამას არც ფული უნდა, არც არაფერი უნდა შეიკრიბოს შესაბამისი რაოდენობა პოლიტიკოსების და მიიღონ გადაწყვეტილება, რომ დაგვანახონ. საკრებულომვე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თუ არ ექნება პოლიტიკური ნება, მაშინ რეგიონალური განვითარების სამინისტრო უნდა, იმიტომ რომ სამინისტრო გეგმავდა სხვა შორის, საკრებულო არ გეგმავდა. საკრებულომ კი დაამტკიცა, მაგრამ დაგეგმათ, თუმცა ეს თვითონ ეს სამინისტრო არის, ახლა ისიც არ ეციან სამინისტრო იქნებიან თუ არა და სხვა სტატუსი ექნება თუ არა. ეს გაურკვევლობები უნდა მოიხსნას. ეს ხალხი ყველა დონეზე სტაბილურ მდგომარეობაში უნდა აღმოჩნდეს, რომ ნორმალური დაგეგმვის საშუალება მიეცეთ, სტრატეგიული გარემოსდაცვის შეფასების გაკეთების საშუალება მიეცეთ. რაღაც არ დავაჩქაროთ ამაში მაგალითად, ხო 22 დეკემბერს ვარ დამტკიცებულიყო და თქვა შემდეგ 22 დეკემბრამდე გადაეტანათ, არაფერი არ მოხდებოდა, წლობით არ მტკიცდება გეგმები და კონფუზი მაინც არ იქნებოდა, რომ დავამტკიცეთ ის ადგილი, რომელიც მთლიანად დაიფარა და რატომ ამბობ იცით ამას, რომ არ გვინდა რომ დღესვე ვერ გამოვასწორებთ ამას. ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, ერთ წამში ეს არ გამოსწორდება, მაგრამ ადაპტაციის გეგმის შემუშავება მიდის ახლა. ძალიან კარგი მეთოდოლოგიით მიდის, ძალიან კარგი დამფინანსებელია, UN ტიპის სერიოზული დამფინანსებელია. უბრალოდ იმ გეგმასაც არ უტარდება ჯერჯერობის სტრატეგიული გარემოსდაცვის შეფასება. ჩვენ ახლა ვამბობთ, რომ ერთ გეგმას უნდა ჩატარებოდა. ერთი გეგმა კი არა, მთელ ქვეყნის ადაპტაციის გეგმა. საკითხი არ დგას. ამ შემთხვევაში მე არა მარტო საქართველოს ხელისუფლებას, არამედ საერთაშორისო ინსტიტუტებსაც, დამფინანსებელ ორგანიზმებს, მაგალითად გაეროს განვითარების პროგრამას მიმართავ, რომ სტრატეგიული გარემოსდაცვის შეფასება უნდა გაუკეთდეს თუ არა ადაპტაციის გეგმას. თორე გამოვა რომ ადაპტაციას რაღაცებს გავაკეთებ და მე შეიძლება ისეთი გარემოსდაცვის შედეგები ადაპტაცია რასთან? კლიმატთან დაკავშირებით. ანუ კონკრეტულად ის ღონისძიებების ნუსხა უნდა ჩამოიწეროს, რომელიც თვითონ მუნიციპალიტეტში უნდა განისაზღვროს, რა შეიძლება, რა არ შეიძლება, როგორი ღონისძიებები გატარდეს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი საფრთხეები რატომ არის მომატებული, იმიტომ რომ კლიმატის ცვლილება მიმდინარეობს. შესაბამისად, ამ დოკუმენტს თუ არ გაუკეთდა სტრატეგიული გარემოსდაცვის ზემოქმედების შეფასების ანგარიში, ეს იქნება ყველაზე დიდი დანაკლისი, იმიტომ რომ სწორად დაგეგმა, მაგრამ რო დაამთავრებენ გეგმას, მაშინ კი არ უნდა დაიწყონ ამის კეთება. ეხლავე უნდა დაიწყოს პარალელურად ვიღაცამ ამის კეთება, რომ ერთმანეთში შეჯერება მოხდეს და სწორი გადაწყვეტილებები იყოს ჩაწერილი. თუ არა და გამოვა რომ დოკუმენტი მივიღეთ დავდეთ თაროზე და კაციშვილი იმის გამხორციელებელი აღარ იქნება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს იყოს აი ის, რასაც კანონი ითხოვს პირველ რიგში, რომელიც მიღებული აქვს საქართველოს მთავრობას, ის განხორციელდეს, ანუ ის დავიწყოთ იმის კეთება, იმიტომ რომ ეს ადამიანის სიცოცხლესთან არის კავშირში. ნებისმიერი ღონისძიება ადაპტაციური, ნებისმიერი მიმართულებით, ენერგეტიკა იქნება ეს, მშენებლობა იქნება ეს, ინფრასტრუქტურის მშენებლობა იქნება ეს, წყალგაყვანილობის თუ რაღაცა, ყველაფერი არის კავშირში ადამიანთან პირველ რიგში და იმ გარემოსთან, რომელშიც ის ცხოვრობს. ამიტომ თუ გვინდა, რომ საფრთხეები იყოს შემცირებული, რისკები იყოს შემცირებული ამ საფრთხეებიდან მომდინარე, ეს არის აუცილებელი, რომ გაკეთდეს. უკვე დავიწყოთ მუშაობა, სტრატეგიული გარემოსდაცვის შეფასება დაიწყოს პარალელურად გეგმის მომზადებისა. ეს ეკეთდება საერთოდ ესეთი დოკუმენტები და აქ არ არის ჯერჯერობით გათვალისწინებული, რომ ეს უნდა იცით რა, ჩვენ ვიცით, რომ ეს ადაპტაციის გეგმა კეთდება ეროვნულ დონეზე, რეგიონულ დონეზე, რეგიონების დონეზე, სამწუხაროდ არ დადის მუნიციპალიტეტების დონემდე, მაგრამ გვესმის, რომ რაღაცა შეიძლება გამორჩეთ, მაგრამ ეს გამორჩენილი არ უნდა იყოს სტრატეგიული გარემოსდაცვის შეფასება. მე მესმის, რომ დეტალები შეიძლება ვერ გავითვალისწინოთ ყველაფერი, მაგრამ ეს არ არის დეტალი, ეს არის როგორ ვაკეთებთ გეგმას. მე ვიტყოდი, რომ ეს ტექნიკური დავალება, რომელიც გაცემულია, საკმაოდ საინტერესოა, მაგრამ ისეც მოიცავს არა მთელ ქვეყანას, არამედ რამდენიმე რეგიონს. სულ ამასობაში ყველა რეგიონებში უნდა გაკეთდეს დეტალურად, იმიტომ რომ მუნიციპალიტეტის დონეზე უნდა ჩავიდე. ბოლოს ვიდა კითხეთ, ანუ აი საშიშიადი, ანუ კიდევ გვაქვს ეს ადგილი, სადაც შეიძლება მყინვარი მოწყდეს და სადაც დასახლებები აქვს ქვემოთ. კი, იმიტომ თქვი 47 მუნიციპალიტეტი. ეს მყინვარის არა მარტო მყინვარი. ორი საფრთხე გვაქვს. ერთი არის ცენტრალური კავკასიონი, მეორე არის აჭარა-თრიალეთის ქედი და მცირე კავკასიონს რო უძახით, ორივეს აქვს ეს პრობლემა. ცენტრალურ კავკასიონზე, სადაც მოხდა შოვის ტრაგედია, იქ უფრო აქტიურად არის მუშაობა. ყველა აქ გამოყოფილია 47 მუნიციპალიტეტი,
გამოყოფილია 110 თემი, რომელშიც რომელიმე საფრთხე, ან წყალდიდობა, ან გვარცობი, ან რაღაცა შეიძლება განვითარდეს, იმიტომ რომ საფრთხეა, იქ ხალხი ცხოვრობს. ანუ ეს არის პირველი რიგის სამუშაოები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვაგან არ მოხდება. სხვაგანაც შეიძლება მოხდეს, ეს უბრალოდ პირველი რიგის სამუშაოებია. რა თქმა უნდა, ყველგან გაკეთება. ეს ხალხი უნდა გაასახლონ. არა, უნდა გააფრთხილონ, უნდა იმოქმედონ, უნდა ავარიდოთ ან შევარბილოთ. ის კი არა, რომ გასახლდეს სოფელი, პირიქით. უნდა ისეთი ღონისძიებები დავდგეთ, რომ საფრთხე არ მოხდეს. გააჩერებდი ხარ რაც შორს. არა, უკაცრავად. გააჩერებდი. ამიტომ არის რომ ზევი თუ შეიძლება დააშენებული. სხვაგან გავაკეთებდი. სიმაღლეზე სხვა ადგილას რატო სანტე ხო არ იქ სანსე ხო არ წაუღია მთლიანად არა ის ოდნავ შემაღლებს გადარჩა იმიტომ რომ ცოტა შემაღლებულზე იყო გადარჩა ეგრეთ წოდებული სტალინის რა ქვია იმას სანატორიუმი რომელიც საერთოდ მთაზე იყო საერთოდ შეხება არ ქონია თუ ის შეიძლებოდა რომ ესე გაკეთებულიყო რატო არ შეიძლებოდა სხვა კოტეჯები ესე გაკეთებული ანუ ეს არ ნიშნავს იმას რომ გძალავთ ეს ნიშნავს რომ სწორად ვაკეთებთ ერთ-ერთი მიზეზი თქვათ რატომ არ ქვეყნდება ეს დოკუმენტები რომ საზოგადოება არ შევაშფოთოთ და მაგრამ ჩვენ ისედაც შფოთდებით როცა ეს ყველაფერი მე უცბად მოულოდნელად როცა გვეცოდინება დამალულას რა აზრია ხო როცა გვეცოდინება რომ ეს საფრთხეები არსებობს ამ ქალაქში ეს საფრთხეა იმ დაბაში ეს საფრთხეა ხო შესაბამისად ეს საზოგადოება უფრო აქტიური გახდება და მიმართავს თავის ადგილობრივ ხელისუფლებას ცენტრალურ აბა კარგი მესმის ყველაფერს ვერ ერევით მაგრამ რაღაცა ხო შეიძლება აი ამდენია ხუთი რაღაცაა ხო არ გვინდა ხუთივე ვიცი რომ არ ყოფნით ახლა მაგრამ ერთი ხო შეიძლება რომ მოვაგვაროთ ხო მაგალითად ეს რო ცოდოდათ მაგალითად 22 დეკემბერს ომში ხო რომ ესეთი რაღაცა თეორიულად შეიძლება მოხდეს ეხლა საკრებულოს წევრები სულელები კი არ არის ძალიან ჭკვიანი ხალხია და ძალიან ძლიერი ხალხიც არის იმიტომაც არის საკრებულოს წევრები ეთქოდეთ აქ რო გვაშენებინებთ ამას არა გვერდზე გაიტანეთ სადღაც დაგვიმტკიცეთ რომ ეს სხვანაირად შეიძლება გაკეთოთ ჩვენ კი არ გეუბნებით რომ არ გააკეთოთ მაგრამ გავაკეთოთ გონიერად ამ შემთხვევაში ეს გონიერად გაკეთებული არ იყო გასაგებია იმედია რომ რაღაცებს მაინც ვისწავლით ამ ტრაგედიებიდან ხო რასაც უყურებ ჯერ ვერ ვსწავლობთ რაღაცას უყურებ მაგრამ იმედია ხო საზოგადოება ძალიან სწრაფად ძალიან კარგად ერკვევა ყველაფერში და ყველაფერზე რეაგირებს ადეკვატურად. არავის არაფრის არ შეეშინდება, ახლა რაღაცები მოხდა და არ შეგვეშინდა, ხო, ეხლა შიშტები ხო არა ვართ, ხო, ამაზე არ არის საუბარი. ამიტომ საჯაროობა აუცილებლად, მონაცემების საჯაროობა და ასე შემდეგ. დეტალებში რო წავიდეთ. მოკლედ, მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. საუბრობდით შოვის ტრაგედიიდან 3 წლის თავზე. ნინო ჩხობაძე და მამუკა გვილავა იყვნენ ჩვენი სტუმრები. მე გემშვიდობებით რამდენიმე წუთით, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით და ვისაუბრებთ საქართველოს-ამერიკის კიდევ უფრო გაუარესებულ მდგომარეობას. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით, გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, რომლებიც თითქოს უნდა გაუმჯობესებულიყო, იმედი ჰქონდა ხელისუფლებას, თუმცა ამის მაგივრად მივიღეთ კიდევ უფრო გართულებული სავიზო პოლიტიკა საქართველოს მისამართით და ქართველებს ეხა ერთი ბევრი ვიზის მოთხოვნის სანაცვლოდ მოუწევთ ანგარიშზე საკმაოდ დიდი დეპოზიტის დადება საუბარია რამდენიმე $1000-ზე, ანუ რამდენიმე $1000 თუ არ დადებ ანგარიშზე, მანა შენ ამერიკის ვიზას ვეღარ მიიღებ და საქართველოს მოხდა ამ ქვეყნების ჩამონა თვალში. სხვათა შორის გამოქვეყნდა რუკა, სადაც ნაჩვენებია რომ თუ როგორი ქვეყნების გვერდით მოხდა საქართველოს და ბუნებრივია კითხვა ჩდება, რატომ მოხვდით ასეთი ქვეყნების გვერდით, რა ხდება, განსაკუთრებით დიდი მიგრაციული ნაკადი იყო საქართველოსთან, თუ ეს არის გაგრძელება საქართველოს ხელისუფლებასთან გართულებული ურთიერთობის. გიორგი ლაბაძე იქნება ჩვენი სტუმარი, ამერიკის მკვლევარი, მივესალმებ მას. გიორგი, თუ გესმის ჩემი? გესმის ჩემი? მე მგონი არ ესმის გიორგის. როგორც ხვდები? გიორგი გესმის ჩემი? იქ მესმის, გამარჯობათ. გამარჯობა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობის. მოდით რომ ავხსნათ ეს რაზე არის აქ საუბარი, ესე იგი რა გართულდება ვიზების მიმართულებით და შენი აზრით რა გახდა ამის მიზეზი, რატო გაგვირთულეს ვიზების აღება ამერიკის შეერთებული შტატების? ბატონო, ძირითადად აი ამ ახალი რეგულაციით საუბარია იმაზე, რომ
როდესაც ხდება ინტერვიუ და ინტერვიუის შედეგად დგება პოზიტიური პასუხი ვიზის მიღებასთან დაკავშირებით. შემდგომში საქართველოს მოქალაქემ რამდენიმე 1000 ამერიკული დოლარი, ეს იქნება 10-15 ან 20, ამას უკვე წყვეტს უშუალოდ კონსული თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე. წასვლამდე უნდა განათავსოს აი ამ კონკრეტულ ანგარიშზე, რომელიც იქნება მიწოდებული შეერთებული შტატების საკონსულოსგან. ასე რომ თუ თქვათ აქამდე მიმდინარე წლამდე ვიზის აღების შემთხვევაში პირდაპირ ხდებოდა შეერთებულ შტატებში მგზავრობა, წასვლა, მოგზაურობა, იქნებოდა ეს ბიზნესი თუ ტურისტული. დღეს მდგომარეობით უკვე მოუწევთ საქართველოს მოქალაქეებს საკმაოდ დიდი ხარჯი გაიღონ იმისათვის, რომ თქვათ ეს ყველაფერი მოახერხონ. ეს ყველა დაგიბრუნდება თუ დაბრუნდები, ხო? მაგრამ ეხლა ვის უდევს 10,000 ან 15,000 დოლარი ესე რომ დეპოზიტზე დადოს, ხო? ხო, მაგას რა თქმა უნდა, ეს იდეაში ეს არის იმის უზრუნველყოფის, ესე ვთქვათ, საშუალება, რომ ნამდვილად ერთის მხრივ შეუძლია ადამიანს, რომ ესე იგი უზრუნველყოს თავისი მოგზაურობა და ამით უნდათ რომ ეს დადასტურებული იქნას და მეორე მხრივ რაღაცნაირად თუ დაბრუნდება საქართველოს მოქალაქე, უკან დაუბრუნებენ მას ამ თანხას. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან გართულებული პროცედურა. მე ახლა არ ვიცი, ეს რუკის გამოტანა თუ შეგიძლიათ თქვენ ეს Newsweek-ის რუკა, რომელიც შედგენილი არის აი ამ ვიზებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ამყოფებს ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ამ რუკაზე ჩანს რამდენი ქვეყანა არის, ხო? ასეთ რთულ პროცედურაში მოქცეული, აფრიკის რამდენიმე ქვეყანა არის წითლად და ყვითლად არის კიდევ აზიის რამდენიმე ქვეყანა. და ჩვენს რეგიონში არც ერთი ქვეყანა არ არის, არც სომხეთი, არც აზერბაიჯანი, არც რუსეთი, არც თურქეთი. ანუ მათ თავისუფლად შეუძლიათ კვლავ ვიზა აიღონ, არანაირი დეპოზიტი არ დაჭერათ. ანუ ჩვენს რეგიონში ნათლად ჩანს ამ რუკაზე, რომ მარტო საქართველოა გაყვითლებული. კი ბატონო, ნამდვილად ასე არის და შესაბამისად ამით იმის დასკვნა შეგვიძლია ჩვენ, რომ პრინციპში გადაცდომებთან დაკავშირებით მაინც და მაინც ეს არ არის, აი ამის ბრალი. იმიტომ რომ ჩემს რამდენად ცნობილი იყო აქამდე გადაცდომებმა, ანუ ქართველების დარღვევებმა შეერთებულ შტატებში ცხოვრება იქნებოდა ეს დარჩენა, განაპირობა გარკვეული პრობლემები. მაგრამ ის რაც ახლა ხდება, ხო, აი ჩვენს რეგიონში მათ შორის ავღანეთიდან, ერაყიდან ეს უმძიმეს ქვეყნები არის შეერთებული შტატებისთვის. ეს ქვეყნებიც კი არ არიან ამ სიაში მოხვედრილები და მოხვედრილები ვართ ჩვენ. ხო, ეს უკვე ეს მიდის იქით, რომ აშკარად პოლიტიკური გადაწყვეტილება არის და თუ არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაინც მე ესე ვთვლი ყოველ შემთხვევაში, რომ ამისი თავიდან არიდება შეიძლებოდა აი ამ პოლიტიკური მიდგომით კეთილგანწყობილი და კეთილმეგობრული რომ იყოს ურთიერთობა. თუმცა იმის გამო რომ ურთიერთობა ესეთი არ არის და მე მგონი ხა ამაზე ჩემი ეს ყოველ შემთხვევაში კითხვის ნიშნები მოხსნილი არის და რაღაც რუბიოს ზარებზე რო ლაპარაკი ეს უკვე ჩვეულებრივი სისულელე არის უკაცრავად. მაგრამ მე არ მრჩება სხვა შტაბ-ბიჭდილება გარდა მაგისა, იმიტომ რომ ეს იმდენად მძიმე გამოვლენებაა ორი ქვეყნის შორის ურთიერთობაში, რომ მე ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება ყოფილიყო ეხა ამის მიღმა, კიდე ეხა დიპლომატიურ ურთიერთობას ხო არ გაწყვეტენ ბოლოს და ბოლოს. ასე რომ რა შემოგვიყვება. ანუ შენ ფიქრობ რომ ეს არის პოლიტიკური გზავნილი ჩვენი ხელისუფლებისადმი და არა რაღაც იმის გამო რომ ბევრი ქართველი ჩავიდა ამერიკაში, ხო, დასარჩენად. კიდევ ვიმეორებ ახლა აი ამ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, როდესაც სამხრეთიდან საზღვრები ღია იყო, შეერთებულ შტატებში ძალიან ბევრი არალეგალური მიგრანტი ჩავიდა და ესენი არ იყვნენ მხოლოდ ქართველები. ანუ დარღვევებში მონაწილეობას არ იღებენ და ანუ დარღვევებს არ უგროვდებათ დარღვევები მხოლოდ ქართველებს, ძალიან ბევრს უგროვდებათ. სხვათა შორის, როდესაც მიმდინარე წლის იანვარში გარკვეული შეზღუდვა დაწესდა, მაშინ ეს შეზღუდვა ეხებოდა ასევე აზერბაიჯანს და სომხეთს და სანამ მქონდა კომუნიკაცია მაშინ ამ თემასთან დაკავშირებით იყო ესეთი მოსაზრება, რომ აი ამ სამი ქვეყანას თქვენ აზერბაიჯანს, სომხეთს და საქართველოს გაქვთ დარღვევები. შესაბამისად ეს მცირედი რაღაც რეგულაცია რაც მიმდინარე წლის იანვარში დაწესდა პროცედურების გართულებასთან დაკავშირებით, მაშინ შევიდა ძალაში.
მაგრამ ის რაც ჯერ მაისში და მე ეხლა რამდენიმე დღის წინ მოხდა, ეს კიდევ უფრო სხვა გართულება არის. შესაბამისად, ჩვენ თუ ვიცით, რომ ეს სამი ქვეყანა პრობლემური იყო გადასვლამთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში ამ უფრო თუ პროცედურასთან მიმართებით, მაინც ჩვენ დავშვით მარტო, რაც ყველა შემთხვევაში მიუთითებს აი ამ პოლიტიკურ და ურთიერთობის პრობლემას და არა მაინც ქართველების მიერ დარღვევების პრობლემას. ხო, ანუ შენახსენ რუბიოს ზარი კობახიძე ელოდებოდა, ხო, ამ ზარს და ფიქრობ, რომ აღარ იქნება ეს ზარი. იცით რა, რუბიოს ზარი იყო, შეიძლება იყოს კიდეც სამომავლოდ, მაგრამ ეს ზარი არ იქნება რაღაცა თბილი ურთიერთობებისა და თბილი სიტყვების გამოვლინება, მხოლოდ ეს იქნება სხვა საჭიროებისთვის, მაგალითად, ეხა ჩვენ გვახსოვს ხო ირანთან დაკავშირებით სავარაუდოდ იყო წინა ეს ზარი განხორციელებული, მაგრამ იმისათვის, რომ ამერიკამ, როგორც იტყვიან, პირველი ნაბიჯი გადმოდგას ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართულებით, ამისთვის ყოველ შემთხვევაში რუბიოს ზარი არ იქნება, რუბიო იქნება ეს თუ ნებისმიერი, ჩემი აზრით, სხვა რამის გამო ესე თქვა დაუკავშირებიან ხელისუფლებას. ასე რომ ეს არ მარტივად რო ვთქვათ რა, ანუ არ მინდა ეხა არ არის საჭირო რაღაც ფილოსოფიური გააზრებები, ამ პროცესმა და ესეთმა ტიპის საგარეო პოლიტიკამ ხელი შეუშალა და გაურთულა ცხოვრება საქართველოს მოქალაქეებს. საგარეო პოლიტიკა არის ჩვეულებრივი საშინაო პოლიტიკის გაგრძელება, იმისათვის რომ მოქალაქეებმა იზრონ თავი კარგად და ესეთმა საგარეო პოლიტიკამ საბოლოო ჯამში გამოიწვია ის, რომ მოქალაქეებს ხელი ეშლება და ისინი ჩვენი პასპორტები აღმოჩნდა უკვე ბევრად უფრო ცუდი, ბევრად უფრო ესე ვთქვათ, მოუხერხებელი, ვიდრე ეს იყო რამდენიმე ხნის წინ. ეს არის გაუაზრებელი და ესე ვთქვათ, დაუფიქრებელი საგარეო პოლიტიკის შედეგი, რაც მე პირადად მგონია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში გამოსწორებას ნაკლებად შეიძლება რომ დაექვემდებაროს. ანუ ამ ამბავმა შენ ფაქტობრივად იმედი გადაგიწვია, რომ ოცნება შეძლებს რაღაც სუბტაფურცლიდან, როგორც ამბობენ, დაიწყოს ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. კი ბატონო, თან ეს მუდმივი, წარმოვიდგინეთ, ხო რაზეა საუბარი, მუდმივი, ესე ვთქვათ, დადგენილება არის ეს, იმიტომ რომ ვთქვათ, მაისში იყო საუბარი, რომ რაღაც დროებით იქნებოდა მსგავსი დადგენილება, მაგრამ ეს უკვე მუდმივი გახდა, ასევე შეიცვალა ჩამონათვალი და ჩვენ ამ ჩამონათვალში მოვხვდით და საბოლოო ჯამში მუდმივობა ნიშნავს სულ ცოტა რუბიოს პერიოდს სახელმწიფო დეპარტამენტში, ხო ასეა? ხა შესაბამისად თუ თქვათ ადმინისტრაცია შეიცვლება და დემოკრატები დაბრუნდებიან თეთრ სახლში და სახელმწიფო დეპარტამენტში, ისინი ზოგადად ამარტივებენ ხოლმე საუვიზო პროცედურებს და არაა გამორიცხული რომ ეს მოხდეს, მაგრამ ვერავინ ვერ მოგხსენს იმის დაპირებას, რომ ჩვენთვის თქვათ იპოთეტურად დემოკრატები მაინც გაამარტივებენ რამეს, იმიტომ რომ ჩვენ მოგვიხსენება, რომ დემოკრატებთანაც ძალიან მძიმე ურთიერთობა დატოვა ქართულმა ოცნებამ და დღემდე ესე ვთქვათ იმ პროცესში არის, რომ ვითომ ბაიდენმა არია ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და მისმა სახელმწიფო მდივანმა ტონი ბლინკენმა და დღეის მდგომარეობით უკვე ჩვენ შევრჩა ხელში ის, რომ ფაქტი არის სახეზე, თუ რამე სანქციები შეიძლება ყოფილიყო საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს არის ფაქტი, იმიტომ რომ ევროკავშირი მოგეხსენება თქვენ ვჯერლობს ამდენი ხანია, ხო, რა ქნას იქ ვის დაუწესო საუზო შეზღუდვა რა ქნას და ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს თავის თავზე აიღო და ხა თათ სანქციებულს ვერ დავარქმევ ამას, სხვანაირი სიტყვაა სანქცია, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები არიან უფლება შეზღუდულები ამ პროცესში, რაც არის ძალიან სამწუხარო რეალობა და მე ამის გამოსწორების გზას ვერ ვხედავ, იმიტომ რომ რაც არ უნდა ესე თქვა დარეკოს რუბიომს და ხელისუფლებას შორის საუბარი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეების სიტუაციის გაუმჯობესებისთვის და თუ ეს ყველაფერი მივიდა აქამდე, გამოდის რომ ჩვენ ამას ვერ სამაოდ ვიღა დავინახავთ სამწუხაროდ. ანუ მარტივად რო ვთქვა, ჩვენ ფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკამ იყვანა საქმე იქამდე, რომ საქართველოს მოქალაქეებს გაუარესდათ მდგომარეობა, საქართველოს პასპორტი გაუარესდა და ეხლა ამერიკაში ვეღარ წახვალ თუ $15,000 არ დადე დეპოზიტზე. ანუ ტურისტულ ვიზასაც ვერ მიიღებ, მართლა სამოგზაუროდ რო გინდოდეს წასვლა და საქმიანი ვიზიტი. არ ვიცი სტუდენტებს ასეხებათ თუ არა ეს სასწავლო ვიზას. სტუდენტებს არ ეხებათ ეს, მაგრამ მე აქვე ხას გაუსვამ, მე მაქვს ურთიერთობა იმ აბიტურიენტებთან, რომლებიც მასწავლებელი ვარ ამ მიმართულებით, რომლებიც აგრძელებენ სწავლას საზღვარგარეთ.
და შემიძლია ერთგვარი სტატისტიკასავით იმის თქმა, რომ მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით არის კატასტროფულად შემცირებული სტუდენტური ვიზების გაცემა სამწუხაროდ საქართველოს მოქალაქეების ან ამ შემთხვევაში ქართველი აბიტურიენტებისთვის, მათ შორის იმ უნიჭიერესი ბავშვებისთვის, რომლებმაც შეძლეს და ჩაირიცხნენ პოპ უნივერსიტეტებში, ძალიან დიდ უნივერსიტეტებში, მათ შორის მიიღეს დაფინანსებები, თუმცა სამწუხაროდ ვიზებთან დაკავშირებით მათ სერიოზული პრობლემა ექნებათ და უწევთ, რომ რაღაც სხვა გზები მონახონ. ეს პიროვნული ძალიან ცუდი შემთხვევები არის, იმიტომ რომ ბავშვები წლებს ანდომებენ იმას, რომ რაღაცას მიაღწიონ და აი ამ გაუაზრებელი კიდევ მეორე საგარეო პოლიტიკის შედეგად ჩვენ გვაქვს ის, რაც გვაქვს, რადგან მსგავსი შემცირება წინა წლებთან შედარებით სავიზო სტუდენტური ვიზების მიმართულებით ჩვენ ძალიან იშვიათ ქვეყნებზე შეგვიძლია ვნახოთ იმის მიუხედავად, რომ ზოგადად სახელმწიფო დეპარტამენტს მთლიანობაში აქვს გართულებული სავიზო პროცედურები მსოფლიოს მასშტაბით. ანუ შენ ამბობ, რომ ვიღაცებმა ჩააბარეს ამერიკულ უნივერსიტეტებში ბავშვებმა და მათ ვიზას არ აძლევენ. უარს ეუბნება საერთო. სწორედ იმქიდან გამომდინარე, რომ არის ეს პოლიტიკური ვითარება გართულებული. ხო, ძალიან საინტერესოა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებად ჯერ ელჩიც არ დანიშნა, საქართველოში დანიშნეს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს ალბათ. აუცილებლად კიდევ მეორე ახლა ახალგაზრდა ადმინისტრაციის ესე ვთქვათ ელჩების დანიშვნა ნამდვილად არის საუკეთესო მხარე ახალგაზრდა ადმინისტრაციის იმ გულისხმობს იმას რომ ბევრი ელჩი ყავთ დასანიშნი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის ჯერჯერობით ეს ყველაფერი ანუ ვერ მოიცალეს ამ მიმართულებით როგორც ნახეთ და ისიც კარგი არის რომ ეს ქალბატონი დანიშნული არის მოვალეობის შემსრულებლად მაინც მე მაქვს მოლოდინი რომ ის გარკვეულ წილად რაღაც ნაბიჯებს გადადგამს სექტემბრიდან სამუშაო წლის დაწყებიდან ესე რომ ვთქვათ აი ამ მიმართულებებით და დაველოდოთ რა იქნება ყოველ შემთხვევაში ამ ქალბატონის დანიშვნას უკავშირდება თუ არა მაგრამ ჩვენ ნახეთ საელჩოს კაცრი განცხადება ჟურნალისტის დაკავების გამო ხო იმ პირობებში როცა ვთქვათ ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია ევროპასაც კი აკრიტიკებს ხო რაღაც ესეთი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გამო და საქართველოს ხელისუფლება ამბობს რომ ჩვენ აი ზუსტად ტრამპს რა ღირებულებებიც აქვს იმ ღირებულებებით მოვდივართ მაგრამ მათ აგერ როცა დაჭირდათ აღმოჩნდა რომ ევროპაში რაც ხდება იმის გადმოღება უნდათ თან არც თუ ისე სწორი ფორმებით და არა ის რაც ამერიკაში ხდება და ანუ ეს განცხადება ალბათ მეტყველებს ბევრ რამეზე ხო რომელიც გაავრცელა მაშინ საერთოდ დაგმოვა ხო სანაიას დაჭერა თუნდაც Facebook-ზე ბილდსიტყვაობის გამო შეიძლება ითქვას ასე უბრალოდ თქვენს მენელს და მაყურებელს ახსოვს რომ მე ამის მოლოდინი დიდი ხნის განმავლობაში მქონდა იმიტომ რომ ეს არის ტრამპის ადმინისტრაციის გაცხადებული პოლიტიკა რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება იმ ქვეყნებში რომლებსაც უნდათ ამერიკასთან ურთიერთობა სულ ცოტა უნდა იყოს დაცული სხვა შემთხვევაში ისინი თვლიან რომ ეს არ არის იდეოლოგიური მოკავშირე შეერთებული შტატებისთვის შესაბამისად მათთან კომუნიკაციას და კავშირს მაინც და მაინც დიდ უპირატესობას არ ანიჭებენ ხოლმე ეს შეეხო გერმანიას, ეს შეეხო საფრანგეთს, ეს შეეხო დიდ ბრიტანეთს მათ შორის გაერთიანებულ სამეფოს და რა თქმა უნდა რატო ვიქნებოდით ჩვენ გამონაკლისი ხო როცა აი ესეთი ტიპის ძალიან დიდ და ძლიერ სახელმწიფოებზეც კი ესეთი დამოკიდებულება ჰქონდა შეერთებულ შტატებს. ასე რომ ეს გასაკვირი არ არის, ეს მოსალოდნელი იყო და ახლა რამდენად არის ეს ვთქვათ აი ამ ახალი ელჩის მოვალეობის შემსრულებლის რა ქვია გამოძახილი მე მაგაზე თავს ვერ დავდებ მაგრამ კიდევ ვიმეორებ რომ ეს ყველა ეტაპზე მოსალოდნელი იყო იმიტომ რომ ზოგადი პოლიტიკა არის ტრამპის ადმინისტრაციის ასეთი ხო და ნუ ჩვენ ახსენე პასპორტზე საუბრობდი და ნუ ამერიკის ვიზები ხო გართულდა ქართული პასპორტით აღება და სულ მალე შეიძლება ევროკავშირმაც მიიღოს გადაწყვეტილება უვიზოს გაჩერებაზე არ ვიცით ეს იმედია რომ არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას მაგრამ ხო რაღაც განცხადებები გაკეთდა და ანგარიშველოდებით და ასე შემდეგ ხო და ნუ საბოლოო ჯამში სადამდები ვალთ ხო ის წინს ვარავს ქონდა ურთიერთობებში ევროპისკენ ამერიკისკენ გაიოლება ცხოვრების ქართველების მათი მოგზაურობისთვის და ასე შესწავლისთვის ეს ყველაფერი შეიძლება უკან შემოbrunდეს ხო და გართულდა ფაქტია რომ ასეა ნუ ყოველ შემთხვევაში შეერთებულ შტატებში ეს მაგალითი უკვე დადგა და ვთქვათ არ არის გამორიცხული საერთოდ ევროკავშირმა ეს მაგალითის კი რაღაც მიმართულებებზე
გამოიყენოს ამ ინტერპრეტაციის დროს. ასე რომ ნამდვილად მძიმე მდგომარეობა არის ჩვენი მოქალაქეებისთვის, ყველაფერი ამ მიმართულებით, რაც უკავშირდება ასე იგი პერსპექტივაში არის უარყოფითისკენ და არა დადებითისკენ, რაც ჩვენს ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას, მათ შორის განათლების მიღების თვალსაზრისით და ასე შემდეგ, კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ამყოფებს და იმის მაგივრად, რომ წინ გადაუდგათ ნაბიჯი სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ მივდივართ უკან. კიდევ მეორებ, როგორც ჩანს, ქართული ოცნება ამოწურა თავი მიმართულებით, რომ ამ მხრივ რამე დადებითისკენ შეცვალოს. თუმცა ნახოთ, დავეულოთ. ანუ ამერიკა საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებას ამ ეტაპზე არ ელოდები, როგორც ვთქვი. უკვე ეს კიდევ მეორებ ეს ნამდვილად წითელი ხაზივით არის ჩემი თვალთახედვით. საიდანაც შემოbrunება არის ძალიან რთული, იქნება ძალიან რთული, შეუძლებელი არ არის, თუმცა იქნება ძალიან რთული, მაგრამ კიდევ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ვინმეს რომ დომოდა ეს ნამდვილად, გულისხმობ ქართულ ოცნების წარმომადგენლებს, ამას აქამდე რაღაცნაირად ისე იზამდნენ, რომ აი ეს შედეგი არ დადგებოდა, რაც ამ ვიზების მიმართულებით დადგა და თუ მათ ეს არ მოინდომეს აქამდე, მე ეჭვება, რომ ხვალდაზე რამე განსაკუთრებულად შეიცვალოს. გასაგებია. მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. გიორგი ლაბაძე, ამერიკის სპეკლევარი იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ საუბრობდით ქართულებურ სავიზო პროცედურებზე ამერიკამ რეგიონში. ჩვენ გაგვირთულა მხოლოდ ვიზის აღება არც სომხეთს, არც აზერბაიჯანს, არც რუსეთს, არც თურქეთს და ფაქტობრივად რამდენიმე აზიურ ქვეყანას და ჩვენ და დღეიდან თუ ამერიკაში ტურისტულად ან სხვა მიზეზით მოგინდებათ წასვლა, $15,000 უნდა გქონდეთ დეპოზიტზე, ისე ვიზას ვერ მიიღებთ. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, მე გემშვიდობებით ხვალამდე.